გიორგი, ანუ გარდა გემოვნური თვისებებისა, რა იგცნობს დაავადებების მიმართ როგორი მდგრადობა აქვს? იმიტომ რაც უფრო ნაკლები დაავადება შეხვდება, უფრო ნაკლებად შრომატევადი იქნება მე შემდეგ თქვენი საქმეც. კი ბატონო, ანუ საკმაოდ დაავადება მედეგია, რა იგცნობს ჯიშები. აი ისევ და ისევ დაუბრუნდები იმ თემას შარშან რომ ძალიან ბევრი ჯიშის ასე ვთქვათ სათესლე მასალა მქონდა სხვადასხვა კომპანიის და თვითონ დაავადების მიმართაც უფრო უკეთესი მედეგობაც მაჩვენა. და ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო გემოვნური თვისებების მერე. ანუ დაავადების მიმართ მედეგობა ანუ დიდად ამცირებს ასე ვთქვათ საწარმოო დანახარჯებს. ეს იქნება დამუშავება, პრეპარატები, სხვა ფორმირება და ასე შემდეგ. მაყურებლისთვის ვთქვათ გასაგებენაზე, რაც უფრო მდგრადი არის თესლი თვითონ დაავადებების მიმართ და ჯიში, ნაკლები დანახარჯები და ნაკლები ხარჯი მოგება შესაბამისად მეტი არის. რა თქმა უნდა.